ზაალ ანდრონიკაშვილი იქნება ახლა ჩვენი სტუმარი, რომელმაც დღეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადების გამოქვეყნებისთანავე დაწერა, რომ ეს არის პასკვილი, შეგვიძლია ასე ვუწოდოთო, როგორც ბოდვითი აშლილობის, შეთქმულების თეორია და სხვა, მაგრამ აქვე ამბობს, რომ ეს აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნება წავიდა ესკალაციის გზით და ის უარს ამბობს ახალ არჩევნებზე. მოგესალმებით, ბატონო ზაალ, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მნიშვნელოვანი დასკვნები გაქვთ გაკეთებული, ანუ თქვენთვის ეს განცხადება არის სიგნალი, რომ ივანიშვილი ესკალაციაზე მიდის და არაპირებს დათმობას. დიახ, მე მგონია, რომ ნებისმიერი ტიპის განცხადებაში თუნდაც ქართული ოცნება აკეთებს, შეიძლება წავიკითხოთ არა მარტო ის, რაც იქ წერია, პირდაპირ არამედ ისიც რა იგულისხმება ამ ნათქვამში და მიუხედავად ამისა, რომ აი ეს განცხადება პოლიტსაბჭოსი ხო, რომელსაც პრინციპ შეგვიძლია დავარქვათ კიდევაც პასკვილი, შეიცავს ბევრ სხვა რაღაცასაც, ხო? პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პასუხი, ასე ვთქვათ, იმაზე, რომ არჩევნები არ დაინიშნება, ამ ყოველ შემთხვევაში არ დაინიშნება უახლოეს მომავალში. ქართულ ოცნებას ამის სურვილი ჯერჯერობით არ აქვს, რომ მქონდეს ალბათ მოვისმენდით სხვა რაღაცას, ხო? ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარე კი არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ პრინციპში ამ განცხადებით აღიარა თავისი საერთაშორისო იზოლაცია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ეს ტონი არის არათუ, არ ვიცი, კაცრი ტონიც არ ქვია ამას, ეს აღარ არის უკვე არც დიპლომატიური ენა, ეს არ არის ის ენა, რომლითაც შეიძლება ელაპარაკო ვიღაცა სხვას, ეს არის უბრალოდ აი რაღაც დიმიტრი მედვედევისგან რო გასმის ხოლმე რაღაც ლანძღვა ტვიტერში ან რაღაცა სხვა ფორმებით, დაახლოებით აი ამ ჟანრში გამოდის, გადავიდა ახლა ქართული ოცნება, მაგრამ ამის უკან ასე ვთქვათ, იმალება იმის აღიარება, რომ მისი საგარეო პოლიტიკა თუ ამას შეიძლება ასე უწოდოთ, ან როდესმე შეიძლებოდა მთლიანად ჩავარდა, განიცა და სრული კრახი. ბოჭორიშვილი მაგალითად ან კობახიძე ან ასე შემდეგ, რომლებიც ცდილობდნენ რაღაცაზე ელაპარაკათ ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღეს უკვე მათ აღარავინ, ასე ვთქვათ, ხელს არ გაუწოდებს, არავინ არ დაჯდება მათთან მოსალაპარაკებლად და იქნება, ასე ვთქვათ, ეს სანქციების და განცხადებების ენა და კიდევ რაც დაგვანახა ამ განცხადება, ისიც არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, დასავლეთიდან მოდის წვიმს სანქციები, არათუ მოდის, პასუხი ამაზე არის მხოლოდ ლანძღვა, ხო? რეალურად ბატონო ზაალ, თქვენი ხმა ისმის, მაგრამ გამოსახულება არ მოდის კარგად, ამიტომ ახლა დაგირეკავთ ხელახლა ჩვენი საეთეროდან რეჟისორი და ეცდება, რომ ეს პრობლემა გაასწოროს. რა აქცენტებით დასვა ზაალ ანდრონიკაშვილმა არის შემდეგი, რომ ივანიშვილი ამ განცხადებით ეუბნება მოქალაქეებს ქუჩაში და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არჩევნები არ იქნება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ის რჩება საერთაშორისო იზოლაციაში. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა, ასევე ეს არის ჩემი შემდეგი კითხვა ზაალთან, დავალება, რომელიც ივანიშვილს და ქართულ ოცნებას მიღებული აქვთ, ასეთი ფრაზაც გაქვთ თქვენ, ანუ არჩევნების არ დანიშნა, თქვენი აზრით არ არის ივანიშვილის არ დათმობა, ეს არის დირექტივა რუსეთიდან. მშელოთ ეხლა და შევხედოთ არა, მაგალითად თქვენს აზრს გეკითხებით, რა თქვა უნდა. ივანიშვილის ცნობილ ინტერვიუ, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მისი პირადი ინტერესები, მისი პირადი ფინანსური ინტერესები მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვა ქვეყნის ინტერესები, ხო? და ავიღოთ ის როგორც მოცემულობა, დაუჯეროთ ივანიშვილს, რომ ეს მართლაც ასეა, არ აქვს არანაირი საფუძველი, არ დაუჯეროთ მას ამაში და მას ჰქონდა შანსი, შესანიშნავი შესაძლებლობა აეცილებინა თავიდან ეს მძიმე სანქციები, იმით რომ დათანხმებულიყო ახალ არჩევნებზე, რა? არ გააკეთა. ცხადია, ჩვენ ხედავთ, რომ მან, ასე ვთქვათ, გარისგან გაწირა ეს თავისი ფინანსური და ბიზნეს ინტერესები რაღაცა ხვის საპირწონად. ანუ რაღაცა სხვა ფაქტორი აღმოჩნდა ბევრად უფრო მძიმე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მისთვის, შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრად უფრო საშიშიც, ვიდრე იყო მისი პირადი ინტერესები, რომლებსაც, როგორც ის ამბობს, ის აყენებს უფრო მაღლა, ვიდრე საქართველოს ინტერესებს, ხო? აი ამ საქართველოს ინტერესებზე მაღლა დგას მისი ფინანსური ინტერესები და აი ამ ფინანსურ ინტერესებზე მაღლა დგას კიდევ რაღაცა და ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, მისი საკმაოდ ძლიერი შიში რუსეთის რაღაც ეგზისტენციალური შიშები, რომელსაც ის აყენებს პირველ ადგილას, ხო? და ნუ რეალურად ახლა
ის წავიდა ასე ვთქვათ იმ გზით რომ არა მარტო საქართველოს ინტერესები დააზიანა, არამედ დააზიანა თავისი პირადი ინტერესებიც და უკვე პრაქტიკულად ხედავს ძალიანად ასე ვთქვათ როგორც ის ადამიანი, რისთვისაც ის იყო კიდევაც სანქცირებული, ანუ როგორც რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში. კი ბატონო, ზუსტად ამ ფორმულირებით არის ის სანქცირებული რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში. მაშინ რამ უნდა შეცვალოს ეს რეალობა, რამ უნდა მოიტანოს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები? თქვენ აქცენტს აკეთებთ პროტესტის სიჯიუტის აუცილებლობაზე, ახალ ფორმებზე. კაცი, რომელიც რუსეთისგან იღებს დავალებებს, რუსეთის გავლენის აგენტია და დასავლეთისგან სანქცირებული, თუნდაც ხანგრძლივი და აქტიური პროტესტის პირობებში, რა დროს ნიშნავს ახალ არჩევნებს? ეს ჩემი ბოლო კითხვა, ანუ როგორ მივდივართ ამ შედეგამდე ასეთ მოცემულობაში? კი ბატონო, ეს არ არის მარტივი შეკითხვა და ძალიან მარტივად ამას ვერ უპასუხებ, შეგვიძლია რაღაცები ვივარაუდოთ, რა. ერთ-ერთი ვარაუდი არის ის, რომ ასე ვთქვათ, ის ამას არ გააკეთებს და არსებობს რაღაცა წნეხი, რაღაცა ტიპის ზეწოლა, რომელსაც შეუძლია უკვე არ აიძულოს ივანიშვილი დანიშნოს ახალი არჩევნები, არამედ უბრალოდ ჩამოშალოს ეს ქართული ოცნების რეჟიმია რა და ეხაც პრინციპში ჩვენ ხედავთ რომ დიდად ბევრი საშუალება ან ბევრი ინსტრუმენტი ქართულ ოცნებას ხელში არ უჭირავს, ის უბრალოდ იჯდება სკამზე იქამდე, სანამ არ ჩამოვარდება და ეს ჩამოვარდნა ამჟამად არის უკვე დროის და გარკვეული განცდელობის ამბავი, ხო? რამდენად მალე მოხდება ეს და როდის იქნება ძნელი სათქმელია, მაგრამ ამას სჭირდება ცხადია ის მის გაგრძელება რაც ახლა ხდება საქართველოს ამ აქციების გაგრძელება და ჩვენ ვხედავთ რომ ეს სანქციების რეჟიმი იმატებს და კიდევ უფრო მოიმატებს ნებისმიერი ასე ვთქვათ არასწორი მოქმედების შემთხვევაში ივანიშვილის მხრიდან რა ეს სანქციები გაიზრდება არა მარტო მის მიმართ არა მარტო მისი ბიზნესის მიმართ მისი ოჯახის წევრების მიმართ არამედ მისი გარემოცვის მიმართაც იმ ბიზნესის მიმართაც რომელიც მხარს უჭერს ივანიშვილს და ეს ყველაფერი უკვე შერყეულ რეჟიმს ასე ვთქვათ კიდევ უფრო შეარყევს და დააჩქარებს მის ჩამოქცევას მეორეს მხრივ ვთქვათ სიტყვაზე გაფიცვები და მშვიდობიანი ფორმები პროტესტის ასევე გაუძნელებს ქმედუნარიანობას ქართულ ოცნებას ხო აი ეს ორი რაღაცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ და ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ქართულ ოცნებას ამ თავის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ახმარებას არ გაუწევს არავინ მათ შორის არც რუსეთი რა ანუ არანაირი ტიპის ვთქვათ რაღაცა სამხედრო დახმარება კი ბატონო რუსეთს არ უყვარს აგებული ლიდერები ეს გამოჩნდა უყვარს ახლა შესაძლებლობების პრობლემაც არის რა თქმა უნდა და აი ამიტომ ძალიან ასე ვთქვათ რასაც ჩვენ ახლა ხედავთ და იმ პასუხებიდან გამომდინარე რომელსაც ცემს ქართული ოცნება ქართველ ხალხსაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ის არის ამ წუთას უკიდურესად სუსტი მას აღარ აქვს ძლიერი სვლები შეუძლია ვთქვათ ხელფასი მოუმატოს ანუ შეიძლება რომ მოისყიდოს 100 პარლამენტარი 10 მომღერალი მაგრამ რეალურად მძიმე პასუხის გაცემა მით უმეტეს ვთქვათ საერთაშორისო არენაზე ქართულ ოცნებას ნამდვილად არ შეუძლია ის არის და დარჩება ისეთი თავდაცვის რეჟიმში როდესაც ეხლა ვთქვათ ჯერ კიდე აქვს იმის საშუალება და უნარი რომ ილანძღოს მაგრამ მალე აი ამ ლანძღვის რეჟიმიც თავიც დიდი ალბათობით აღარ იქნება. დიდი მადლობა ზაალ ანდრონიკაშვილს, რომლის მთავარი აქცენტი ერთ-ერთი არის, რომ ეს შეიძლება არ იყოს მალე, მაგრამ აუცილებლად იქნება. საუბარია შედეგზე. მადლობა ზაალ ანდრონიკაშვილი, გვერდთხოვდა პირდაპირ ეთერში.